შემოგვერთა ქეთევან ქერაშვილი, პოლიტპატიმრო ირაკლი ქერაშვილის და ყველას ვიცნობთ სახელობითად, ზვიათსაც, ირაკლისაც და ყველასაც მე არ ჩამოვთვლი ყველა მათგანს, 60 პოლიტპატიმარია ამ ქვეყანაში, მაგრამ წავიკითხავ თქვენი ძმის წერილიდან ერთ ფრაზას, ჩემთვის წაყენებული ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ არ მეშინია მზადვარ ჩემი თავისუფლება შევწირო, ჩემი ქვეყნის თავისუფლება, საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის დიდი ნაწილი. თუ რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი სამიზნე ევროპა იქნება. ეს არის წერილი, რომელიც მან გაუგზავნა, ასე ვთქვათ, მიმართა დასავლეთს ამ წერილით. აქ მინდა ვიკითხო, აი ეს სულისკვეთება ზვიადის გამოგზავნილ წერილებშიც მუდმივად ასეთია, რომ მე რა რომ ჩვენ ახლავს ხედვართ ციხეში, ჩვენი მიზანი გაცილებით დიდია. აი ეს მინდა ვიკითხო, თქვენ ამან გაიძულათ დიდი ალბათობით, რომ გახდარიყავით აქტიური ფიგურა და აი მოძრაობასაც კი ჩადგომოდით, ყველა თქვენგანი წევრი იქნება ეს რიგითი წევრი თუ რაც იქნება, ეს მაინც ლიდერია ამ პროცესის. აი თქვენი мотиваციის შესახებ მინდა ვიკითხო, მე ბატონ ზურაბსაც ვკითხე, რომ თქვენი ოჯახის წევრია ციხეში და ამ დროს თანაბრად აყენებთ ორივე მოთხოვნას, მათ გათავისუფლებასაც და ახალ არჩევნებსაც. თქვენი мотиваცია უნდა ვიკითხო. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, მადლობა მინდა გადავხადო ჟურნალისტებს, აი ამითაც მინდა დავიწყო, რომ ესე გვით გახართ გვერდით და აშუქებთ ჩვენს გულის ტკივილს და პროფესიული საქმიანობა, მადლობა ბიჭებს და ყველას, ვინც ასეთი აქტიურია ამ პროცესში, მადლობა პირდაპირ. თქვენ რა წერილიც წაიკითხეთ ახლა ირაკლის წერილი, ეს არის მისი წერილი ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების ელჩებს, რაც გამოუგზავნა. ძალიან ამაღელვებელია თითოეული ირაკლის წერილის წაკითხვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთ წერილებს წერს, რომ თითქოს შენც იქ ხარ, შენც იმ გარემოში ხარ და შეიგრძნობ მის ემოციებს, შეიგრძნობ მის დამოკიდებულებას, მის განცდას ჩვენი ქვეყნის მიმართ და დანარჩენი ბიჭების მიმართ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი არიან ერთმანეთთან რაღაცნაირი სულიერი კავშირი აქვთ, ხო, იმიტომ რომ გიყვართ ეს ქვეყანა ისე როგორც ამ ბიჭებს უყვართ, ეს ჰაერიდან არ მოდის, ხო, ეს მოდის ოჯახის სულისკვეთებიდან და იმ წრის სულისკვეთებიდან, რა წრეშიც ესენი ტრიალებენ. რაც შეეხება ჩვენს, ასე ვთქვათ, სულისკვეთებას, რომ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ დიდი ლოდინის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ ეს მოძრაობისთვის ჩაგვეყარა, ასე ვთქვათ, საფუძველი და დაგვეწყო. რა თქმა უნდა, გამოიწვია იმან, რომ დიდი ხანია ველოდებით ოპოზიციურ პარტიებს. კი ოპოზიციურმა პარტიებმა გაიტანეს ბიჭების кейსები ევროსაბჭოში, ევროპარლამენტის წევრებს გააცნეს ეს ყველაფერი, მაგრამ არის აქ ერთი მაგრამ. არ არის ერთიანობა, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ. ველოდებოდით ამ ერთიანობის, ასე ვთქვათ, გამაერთიანებლად ვფიქრობდით, რომ და ველოდებოდით, რომ იქნებოდა ქალბატონი სალომე. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე მუშაობს თითოეულ პარტიასთან, მაგრამ მე ვერ ხვდები რაღა უნდა მოხდეს ქვეყანაში ისეთი, რომ ბოლო-ბოლო დადგნენ ეს ოპოზიციური პარტიები და მიიღონ რაღაც ერთიანი გადაწყვეტილება და რაღაც კონკრეტული ქმედებები. ირაკლის ეს წერილი, რაც თქვენ წაიკითხეთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასე ვთქვათ, გარედან იმოქმედონ ჩვენ არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომ რაღაც გარკვეული შეცვალო იმის მიდგომები, რა მიდგომებით საკუთარი ერის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებენ, მაგრამ ჩვენ თუ შიგნით არ დავიწყეთ და ჩვენ თუ შიგნიდან არ დავიწყეთ, აი ეს როგორ გითხრათ, ერთიანობით, ერთიანი სულისკვეთებით რაღაცეების შეცვლა, სხვა ვერ შეცვლის ამას. და აი ბატონმა ზურამაც ახსენა, ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან. მე ძალიან კარგად მახსოვს ევროკავშირის გერმანიის წარმომადგენელი იყო, გვერდით მერს და ზუსტად ესეთი რაღაცა გითხრა. ჩვენის მხრივ რაც ჩვენზე არის დამოკიდებული, ჩვენ მას ყველაფერს გავაკეთებთ. როდესაც ირღვევა ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ, ჩვენ ვალდებულნიც კი ვართ, რომ ამაზე მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, მაგრამ თუ ჩვენ ვერ ჩავერევით შიდა პროცესებში. თქვენ გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს. აი, აქაც მინდა ის აღვნიშნო, რომ ხშირად ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ეს გარედან მართული პროცესები არის. არა ბატონებო, არანაირი გარედან მართული პროცესები არ არის. ისინი იმას გვეუბნებიან, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ და რაც ერმა უნდა გააკეთოს, იმაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ეს არის ზუსტად დემოკრატია, ეს არის ზუსტად ევროპული ფასეულობები, რომელიც სამწუხაროდ ამ ეგრეთ წოდებულ რუსულ ხელისუფლებას არ ესმის და დიდი ალბათობით ვერც გაიაზრებენ ისეთ
ასეთი ბრაკონიერული კანონები შემოაქვთ დღითი დღე კი ბატონო. თუმცა პასუხი ექნებათ ქვეყნის შიგნიდან ზუსტად თქვენ აგერ მოძრაობა ჩამოაყალიბეთ და არც ხალხი აპირებს გაჩერებას. ბატონო ზურაბ, ირაკლი ზვიადი ყველა თითქმის წერილს წერს იქიდან, ხომ? და ყოველდღიურად აქვთ ხედვა საკუთარი, როგორ უნდა განვითარდეს პროტესტი. მე ვიცი, რომ ძალიან აქტიურია ზვიადი დღესაც პროტესტის დაგეგმვაში. მე მაგალითად მახსენდება ეს თვე იყო ფიცის დადება, რომელიც ძალიან ემოციური იყო. შეფიცეს ფაქტობრივად სამშობლოს ერთგულება. აქვს კონკრეტული მოსაზრებები ციხიდან მას, როგორ შეიძლება ეს პროტესტი გაგრძელდეს? აი თქვენი მოქმედებაც იყო თუ არა მათთან გავლილი, შეთანხმებული? ჩვენ მათთან შეთანხმება სიმართლე გითხრა ესეთი შეთანხმებითი საჭიროება არ ყოფილა. ჩვენ რაღაც ერთმანეთის ისეც გვესმის სულიერად და მათი გზავნილები მათ წერილებში ნათლად არის და ზვიადი გარკვეულწილად ყოველთვის პროტესტის ღელვის ხარისხის მომატების მომხრე ყოველთვის იყო და ამაში ის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა მართლაც ახალგაზრდების მობილიზებაში რა გარკვეული ქარიზმა ჰქონდათ საპროტესტო მოძრაობაში. ამიტომ ეს საკითხი ასე შეთანხმებული არ იყო, მაგრამ ჩვენი აი ამ ანონსის მერე, აი ამ განცხადების მერე ჰქონდა სატელეფონო საუბარი და არა მარტო თვითონ სხვებთანაც ჰქონდა საუბარი, ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული არიან, რომ აი ზუსტად პროტესტს და საზოგადოებას ჭირდება ის რაც ეხლა თქვენ დაიწყეთ და რასაც თქვენ აკეთებთ. აი ეს გააერთიანებს, აი გაქსაქსულ კი და აი ჩვენ ყველას ვინც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვართ, მართლა ბევრი რაღაც ლეგიტიმური უფლება გვაქვს ჩვენ და ჩვენ რომ ვთხოვოთ და რიგ შემთხვევაში მოვთხოვოთ კიდეც რომ რაღაც ერთიანად დაგვიდგენ გვერდში და ჩვენ თუ ცენტრალური ფიგურა ვიქნებით აქ და ირგვლივ ყველა შემოგვიერთება, ძალიან სერიოზული ფრონტი შეიძლება შეიქმნას და ეს არის მთავარი მოძრაობა და ამას ყველა უჭერს მხარს, რა თქმა უნდა. ხო ხედავთ როგორი შემართული არიან, როგორი აღტკინებული არიან. ეგენი არ ვიცი მე გამოკეტილი რომ არ იყვნენ ამ საზოგადოების სული და გული იქნებიან. წარმოიდგინე ის 50 თუ 54 ვინც არიან გარეთ რო იყვნენ, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში, ხო? აქედან გამომდინარე, გეგმები რა თქმა უნდა იმ 19 აპრილის ფიცთან დაკავშირებითაც აქვს. დარწმუნებული ვარ ის ურთიერთობს თავის დაფიონთან, თავის მეგობრებთან, იმ ახალგაზრდულ ჯგუფებთან გარკვეული ისინი აქვს შეხების წერტილები და აორგანიზებენ, როგორც ვიცი, ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით ამ ფორმატში პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, მაქსიმალურად მივიღებთ მონაწილეობას, თუ დაგეგმვა იქნება, თუ განხორციელება იქნება, თუ მონაწილეობა იქნება, ჩვენ აუცილებლად მათ გვერდით დავდგებით და ეს კონკრეტულად ეს თარიღიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც 14 აპრილი ენის დღე, კიდე ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება აქციებისათვის და აი ამ რეჟიმს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ბრძოლა ახლა იწყება. აი 19 აპრილსაც ნახავს ამას. და ჩვენ დრო გვეწურება, კეთი ძალიან მოკლედ მინდა რომ ვკითხოთ, თქვენი გზავნილი რა არის ბიჭებისთვის, რომლებიც ციხეში არიან, თქვენ ჟურნალისტებს მადლობა უთხარით დასაწყისში და მზია ამაღლობელი უნდა ვახსენოთ, რომელიც საკუთარი პატიმრობით იხდის ფაქტობრივად ხარკს, შეიძლება ითქვას, რომელიც სინდისის პატიმრად წარმოუდგენელი ამბავია, ჟურნალისტი ქალი პირველი ყავს ჩვენ პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი, მაგრამ რაც შეეხება თქვენს გზავნილს, დაპატიმრებული სინდისის პატიმრების მიმართ, რომლებიც ალბათ გვიყურებენ როგორც წესი ახლა და ასევე რეჟიმს რას ეტყოდით, ივანიშვილის რეჟიმს რა არის თქვენი სათქმე? ქალბატონი მზია ახსენეთ და ჩემი ღრმა და დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ. ირაკლის აქვს ერთ-ერთი წერილი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქალების ძალიან დიდი იმედი აქვს და ირაკლი არაერთ ქალების მარშზე წასულა და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ირაკლი ყოველთვის იბრძოდა და ზუსტად ის ასევე დანარჩენი ბიჭებიც. ანუ ამის თქმა მინდა, რომ ძალიან ერთი სულისკვეთება აქვთ ამ ბიჭებს. აი აქ მართლა ჯგუფური არიან ეგენი რომ. კი, აი ეს სამშობლოს სიყვარულში ჯგუფური არიან ნამდვილად. პროკურატურაც აქ შეუძლია ნამდვილად ჯგუფური უწოდეს. სამშობლოს სიყვარულში ჯგუფურად არიან ეგენის უკვე. ნამდვილად და ქალბატონი მზიას სულისკვეთება და ქალბატონი მზიას ესეთი უდრეკი ხასიათი თითოეული ქალის, თითოეული ქართველი ქალის მოტივაცია უნდა იყოს და ჩვენ ნამდვილად
ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ადამიანს და ჩემი დიდი მოკითხვა და პატივისცემა აქედან. ჩვენ ბიჭებს ვეტყვი იმას, რომ ჩვენ ნამდვილად დავიწყეთ, ოღონდ ეხლა უკვე დავიწყეთ აბსოლუტურად სხვანაირი მუშაობა არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ხელისუფლებას კი მიმართავ, რომ დრო გეწურებათ, სანამ დროა, ქუჩაში გამოსვლა ხო გინდათ, თქვენც ხომ ქართველები გქვიათ. ხვალ და ზეგ რომ გადავიკვეთებით ჩვენ, გადავიკვეთებით ერთმანეთს, თვალებში ხომ უნდა ჩავხედოთ რაღაც მომენტში ერთმანეთს, ხომ? მაინც და მაინც რუსის ჯარი უნდა შემოვიდეს, რომ გვერდ-გვერდ დავდგეთ და იარაღი ავიღოთ ხელში და ვიბრძოლოთ ვიღაცის წინააღმდეგ. რატომ უნდა მივიყვანოთ აქამდე საქმე? მე მართლა არ მესმის, მაგრამ თუ ბრძოლა გინდათ, კი ბატონო, ვიბრძოლოთ, ოღონდ ჩვენ ვიბრძოლებთ დემოკრატიულად, ვიბრძოლებთ სამართლიანად და სამართლიანობა ყოველთვის ყველგან გაიმარჯვებს. ასე რომ ჩვენ არ გვეშინათ და ჩვენ ნამდვილად ვიწყებთ. დიდი მადლობა. ნახოთ, როგორ გაგრძელდება თქვენი დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქის სოლიდარობა გაქვთ. ნახოთ, როგორ გადაითარგმნება ეს კონკრეტულ ქმედებებში და ანონსებულია 8 აპრილს შეკრება, ღამის გათენება 9 აპრილისთვის. ეს არის პირველი შეკრება, რომელიც დააორგანიზეს სინდისის პატიმრების მშობლებმა.